ძვირფასო თანამემამულეებო მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად უნდა გავაგრძელოთ სირიაში შექმნილი ვითარების განხილვა, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში გეტყვით, რომ რათა გქონდეთ სრულფასოვანი წარმოდგენა მთელ სიტუაციაზე, შეგიძლიათ არხზე იხილოთ წინა ანალიზები, რომელიც ეხება სირიას, ქურთების და სირიის ცენტრალური ხელისუფლების და თურქების ბრძოლას, მათ შორის კონკრეტულ საომარ მოქმედებებს რუკებზე და იქედან გასაგები იქნება, როგორ ვითარდებოდა მოვლენები. ამ კონკრეტულ ანალიზში მე დავფარავ დღეის მდგომარეობით, დღეს არის 18 იანვარი, თბილისის დროით 12 საათი დაახლოებით. დავფარავ სწორედ ამ მომენტისთვის შექმნილ ვითარებას და მნიშვნელოვან ცვლილებებს. გეტყვით, რომ მეტწილად ისე ვითარდება სცენარი და მოვლენები, როგორც წინა პროგნოზში, წინა ანალიზში მე პროგნოზი გავაკეთე და შეფასება მოლოდინები გარკვეული გამოვკვეთე თუ რა მიმართულებით სავარაუდოდ განვითარდება მოვლენები, თუმცა არის ასევე მნიშვნელოვანი სიახლეები, რომელიც ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გაგაცნოთ. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ, მოიწონოთ ეს ვიდეო, ვისაც ინგლისურად აქვს, YouTube ინგლისურად იყედებს, მაგ შემთხვევაში იქნება აქტუალური ჭყალებში დალაიქება, ვიც ქართულად ბუნებრივია მოწონება, გაცილებით სწორი ტერმინია, ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი, ჩართოთ შეტყობინებები, დაწეროთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები. კომენტარებში ძალიან საინტერესო შეფასებები მხვდება და ზოგადად მინდა ერთი სიტყვით კიდევ დავამატო, რომ ნებისმიერი აქ გაჟღერებული ჩემი პოზიცია არის, ჩემი პირადი მოსაზრება, გარდა ობიექტური შეფასებებისა, ხოლო პირადი მოსაზრების ქონა არის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, არანაირი პრობლემა ვერ შეიქმნება იქედან გამომდინარე, რომ მე ან ვინმე სხვას ჰქონდეს თავისი პოზიცია, გასაგებია, რომ არავის შეურაცხყოფის გარეშე და ეს რაც ნორმალურ ჩარჩოში უნდა იყოს. გარდა ამისა, გეტყვით, რომ არხზე როდესაც შემოდიხართ, თქვენ ხედავთ, რომ არის 4 არხი მოცემული, 4 ენოვანი, არის რა თქმა უნდა ქართულენოვანი არხი, რომელსაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, არის ასევე სომხურენოვანი არხი, სადაც ხელმისაწვდომია ჩემი ანალიზები ან ასევე ინტერვიუები სომხურ ენაზე, რუსულენოვანი არხი, იქ ძირითადად მხოლოდ ინტერვიუები არის და ასევე ინგლისურენოვანი არხიც, მხოლოდ ძირითადად ინტერვიუები და კომენტარები არის იქ მოცემული. ხო და ინგლისური არხისთვის დღეისთვის თბილისის დროით 10 საათზე საღამოს გავა ძალიან საინტერესო ახალი ჩემი ინტერვიუ, ძირითადად საქართველოს და სომხეთს შორის ურთიერთობებზე, სწორედ ინგლისურ ენაზე Talk Georgia პოდკასტის ფარგლებში, რომელსაც გამოვაქვეყნებ მაგ არხზე და შეგიძლიათ თუ გაგექნებათ სურვილი, ასევე ნახოთ ეგ ინტერვიუ, სადაც საინტერესო გეოპოლიტიკურ საკითხებს ზე ვსაუბრობთ გიორგი რუხაძესთან ერთად პოდკასტის ავტორთან. დიდი მადლობა და გადავიდეთ ახლა რუკაზე და განვიხილოთ შექმნილი მდგომარეობა. მაშასე, ბოლო ანალიზის დროს თქვენთან ერთად რაც განვიხილეთ, სიტუაცია იყო შემდგომი. გახსოვთ, რომ დაკავებული იყო ქალაქი დეირ ჰაფირი უკვე და მასკანა ქალაქი, აგერ მასკანა. და რეალურად ბრძოლები მიმდინარეობდა დაახლოებით დეპსი αφნანის მიმართულებით გუშინ საღამოს მდგომარეობით თბილისში 17 იანვრის. დღეს უკვე 18 იანვრის მდგომარეობით, როგორც გითხარით, დაახლოებით თბილისის დროით 12 საათისთვის, ის რაც ჩემს პროგნოზში იყო ასევე შეძლეს 10 ტავრას ან ტაპკას გააჩნია რომელ ენაზე სხვანაირად ჟღერს ქალაქის დაკავება სირიის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ეს სპეცოპერაცია პრინციპში წარმატებული გახდა ერთი კონკრეტული მიზეზიდან გამომდინარე, რომ ამ მიმართულებით მათ შორის შეძლეს სამხრეთიდან შეტევაც, ანუ აი ამ მიმართულებით შეტევა და აღმოსავლეთიდან შეტევა. რუკაზე რომ განახოთ დაახლოებით
ცოტა უფრო ადრე შექმნილი ვითარება, ხედავთ, აი ყვითლად რაც არის, ანუ მადაანის უკვე დასავლეთის მიმართულებით მთლიანად ეს იყო ქურთული აი ამ ძალების კონტროლის ქვეშ ყვითლად არის აღნიშნული და აქედან შემოვიდნენ და მივიდნენ პრაქტიკულად ალ-რაქამდე, მეორე მიმართულება იყო აქედან შესვლა და ასევე აი ამ მიმართულებით აქტიურად შევიდნენ ალ-ტაბკას მიმართულებით. ეხლა აქ მნიშვნელოვანი ინფორმაცია უკავშირდება შემდგომ განვითარებას და მე მინდა გითხრათ, რომ ალ-ტაბკა რომ დაიკავეს, საზღვარი დღეს გადის ზუსტად იმ ნაწილში, სადაც ჩვენ თქვენთან ერთად ანალიზი გავაკეთეთ და ვთქვით, რომ აი ეს ხიდი აქ, რომელიც ჰიდროელექტროსადგურის სახით არის მოცემული, რეალურად პოტენციური საზღვარი შეიძლება გახდეს დროებითი. პარალელურად მთლიანად დაიკავეს ბუნებრივია მარჯვენა სანაპირო მთელი აი ეს ნაწილიც ხედავთ და ეს არის იყო საკმაოდ ბუნებრივი და ლოგიკური გაგრძელება. უნდა გითხრათ, რომ ქურთული ძალები რომ გადავიდნენ ალ-რაქას მიმართულებით, ბოლო ხიდი აქ რაც კი რჩებოდა ააფეთქეს ეგრევე. და ეს იყო ასევე ლოგიკური მიმართულება, რომ შეძლონ ქურთულმა ძალებმა კონტროლი, იმიტომ რომ ამ მომენტისთვის დასავლეთ ნაწილში თუ ვნახავთ რეალურად, როგორც ადრეც გითხარით, მამბიჯიდან სარინის მიმართულებით ეს ერთი ხიდი არის, რომელიც გადმოდის და ამას აკონტროლებენ, მეორე ხიდი გადის ცოტა სამხრეთ აღმოსავლეთით ხედავთ და ოდნავ აქ არიან შემოსული, მაგრამ ეს უმნიშვნელო არის რეალურად და აქედან დიდი ალბათობით მალე უკან წავლენ, ან თავდასხმითი ღონისძიებები იქნება, არცალია რეალურად სირიის ძალებს ამისთვის, ამ მომენტისთვის და ალ-ტაბკას ეგ ხიდი. თუმცა არის ერთი კონკრეტული საკითხი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად, რადგანაც ინფორმაცია სრულყოფილი ცხადი არ არის და მე პრინციპში ყველა ხიდთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ მექნებოდა, მქონდა ვარაუდი, რომ ყველა ხიდს ააფეთქავენ და მოასწრებენ ამის აფეთქებას ხიდების ქურთები, რა ხიდებიც დარჩა. თუმცა სავარაუდოდ, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ხიდი ვერ ააფეთქეს, ან არ ააფეთქეს გარკვეული მიზეზების გამო და ეს მოხდა დერ-ელ-ზორის მიმართულებით. ხედავთ, რომ ეს ცენტრალური ხიდი აქ რაც მოცემული არის აფეთქებული, თუმცა აქ არის პატარა დამხმარე ხიდი, რომელიც შესაძლოა რკინის არის, ეს კარგად არ ჩანს, იმიტომ რომ კადრები არის გადაღებული ღამით, ანუ ბნელა და ზუსტად ვერ ვაკვირდებით იმას, ეს ხიდი ბეტონის არის თუ რკინის, ან ნებისმიერ შემთხვევაში რატო ვერ ააფეთქეს, ეს რჩება მნიშვნელოვან კითხვად. და თავარი რა არის, რომ დერ-ელ-ზორის მიმართულებით, ხედავთ შემდეგ უკვე სამხრეთის მიმართულებით, მწვანედ არის აღნიშნული და ლურჯად, მწვანედ თავად ტერიტორია, ლურჯად კი შეიარაღებული ძალები სირიის ცენტრალური ხელისუფლების და ხედავთ როგორ არიან შემოჭრილი, ანუ მთლიანად ეს დერ-ელ-ზორის ნაწილიდან სამხრეთის მიმართულებით მარცხენა სანაპიროს მდინარე ეფრატის კონტროლის ქვეშ აქვთ ახლა აყვანილი ეს ტერიტორიები. ხედავთ, რომ აქ სამხრეთით მოძრაობენ, ასევე ოდნავ აღმოსავლეთით ალ-ჰერეიას მიმართულებით და სამხრეთის მიმართულებით ხედავთ, რომ ასევე დაიკავეს. მწვანედაც არის აღნიშნული გარკვეული ტერიტორიები და მინდა გითხრათ, რომ მწვანედ აღნიშნულია ადგილობრივი მოსახლეობის, აჯანყებების მცდელობები ქურთების წინააღმდეგ სირიის ცენტრალური ხელისუფლების მხარდასაჭერად. რატომ არის გაკეთებული ეს? რადგანაც ქურთები რა ტერიტორიასაც აკონტროლებენ, აი ყვითლად რაც არის ნაჩვენები, აქ ქურთები რეალურად ცხოვრობენ მეტწილად ჰასაკაში და ქამიშლის მიმართულებით, ანუ აი ჩრდილოეთ აღმოსავლეთ ნაწილში. ეს დანარჩენი ტერიტორიები დიდი ნაწილი აქვს, ზოგიერთ ნაწილი, მაგათ ალ-რაქა, ანუ ძალიან დიდი ქალაქი, თუნდაც დერ-ელ-ზორი. რაქას აკონტროლებენ ქურთები, დერ-ელ-ზორს არა. რაქაში მაგალითად ძირითადად არაბები ცხოვრობენ, ანუ არაბებისთვის ეს საკითხი რაღაც ეთნიკური საკითხიც არის, რომ რატომ უნდა ქურთები მართავდნენ მათ ტერიტორიებს. უბრალოდ ეს ასე მოხდა, რადგანაც ისლამური სახელმწიფო ტერორისტული ორგანიზაციის ფუნქციონირების პერიოდში ქურთები გახდნენ ძირითადი წამყვანი ძალა, რომელიც ებრძოდა ISIS, ხოლო არაბები რბილად რომ ვთქვათ, მეტწილად სუნიტი არაბები არ ებრძოდნენ ISIS
და ამის შედეგად შეერთებული შტატების ამოცანა იყო მხარდაჭერა ქურთების და აქედან შეიქმნა ეს სირიის დემოკრატიული ძალები. და რეალურად რომ აქედან შევაჯამოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაბებს ეხლა აქვთ უფრო მეტი მიდრეკილება, რომ სირიის ცენტრალურმა ხელისუფლებამ მართოს ეს ტერიტორიები, რომლებიც დღეს სუნიტ არაბებს წარმოადგენენ და თურქეთთან ერთად არიან შეკრული და არა შიიტური ისლამის ნაირსახეობა ალავიტებს, როგორიც იყო ბაშარ ალ-ასადი და ბაშარ ალ-ასადი ამიტომაც იყო რეალურად ირანული გავლენის ქვეშ, დღევანდელი ხელისუფლება კი არის თურქული გავლენის ქვეშ. წინა ანალიზის დროს მე პირდაპირ თქვი, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების სპეცდანაყოფებიც ასევე მონაწილეობენ აქ და რამდენიმე ასეთი შემთხვევა ფიქსირდება ინფორმაცია და მხარს უჭერენ თურქეთის ძალები სწორედ სირიის ცენტრალურ ხელისუფლებას. ამ მომენტისთვის ყველაზე საინტერესო განვითარება უკავშირდება სწორედ მდინარე ეფრატის მარცხენა სანაპიროს. აქ მიმდინარეობს ბრძოლები და ძალიან საინტერესო არის, რომ ამ ბრძოლებში მაგალითად ჩვენ ხედავთ უცნობ ასევე მებრძოლებს. სავარაუდოდ ან ეს ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული ორგანიზაცია არის, ან ასევე არის აქ მწვანედ აღნიშნული. ხედავთ, აი მწვანედ რაც აღნიშნულია, ეს არის ადგილობრივი ჯგუფების არაბების შეიარაღებული დაჯგუფებები. აი მაგალითად ვიდეო ვნახოთ. ანუ ეს არის არაბული ჯგუფები, რომლებიც სირიული არმიის წინსვლის ფონზე პრაქტიკულად აჯანყება მოუწყეს ქურთებს, რაც იყო საკმაოდ მოსალოდნელი, თუმცა არ იყო მოსალოდნელი ჩემი აზრით, სწორედ იმას, რომ ერთი ხიდის აფეთქებას ქურთები ვერ მოასწრებენ. ვერ მოასწრეს და მაშასადამე ჩვენ ვხედავთ, რომ ნახეთ, აი აქ ამ მიმართულებით აქაც ძალიან სერიოზულად არიან შემოჭრილი ახლა ესე იგი სირიის ცენტრალური ხელისუფლების ძალები. ყველაზე საინტერესო ასევე რჩება აი ეს ნაწილი, რომ აქ ასევე აი ამ ქალაქის მიმართულებით ხედავთ, რეალურად არასწორად არის ნაჩვენები ფერი, აქ უნდა იყოს ნაჩვენები ასევე მწვანედ, რომ აქამდე არ არიან სირიის ჯარი არ არის შემოსული და ადგილობრივმა ძალებმა, ანუ ეს ორივე მწვანე არის ჩათვალეთ, დაიკავეს აქაც ესე იგი ქურთული ძალების შტაბ-ბინა, ანუ ადგილობრივი შეიარაღებული ძალების. მთელი კითხვა ეხლა ისეთი ვითარება ჩანს. ანუ მთავარი პრობლემა ახლა რეალურად უკავშირდება იმას, რომ მარცხენა სანაპიროზე როგორც ჩანს მთლიანად სირიის ცენტრალური ხელისუფლების ძალები, თურქეთის მხარდაჭერილი ძალები და ადგილობრივი აჯანყებულები მთლიანად აკონტროლებენ ვითარებას ძალიან ბევრ მონაკვეთში და დიდი ალბათობით ქურთული ძალები ვერ შეძლებენ უკან მათ ასე ვთქვათ გადასროლას ან იძულებას რომ დაბრუნდნენ უკან მარჯვენა სანაპიროზე. რაც არის ძალიან სერიოზული პრობლემა ამ მომენტისთვის რეალურად. მით უმეტეს ხედავთ აი აქ რუკაზე სადაც აღნიშნულია, ჰასაკა არის დედაქალაქი de facto აი ამ რეგიონის და აქაც საუბარია იმაზე, რომ ადგილობრივმა აჯანყებულებმა არაბებმა აიღეს კონტროლის ქვეშ მარკადას აი ამ ნაწილში სირიის დემოკრატიული ძალების, ანუ ქურთების აი ამ კონკრეტული ნაწილის დანაყოფის ცენტრალური შტაბ-ბინა მათი შეიარაღებული ძალები. შესაბამისად, სიტუაცია ამ მომენტისთვის არის ძალიან რთული ქურთებისთვის, ძალიან რთული და დიდი ალბათობით ვერ შეძლებენ როგორც ჩანს მარცხენა სანაპიროს კონტროლს, თუ გარკვეული დიდი ძალების კონცენტრაცია არ მოხდა ეხლა და გარკვეული მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები, მაშინ პრაქტიკულად განწირულია ესე იგი ქურთული ძალები, რომ მარცხენა სანაპიროზეც დარჩებიან სირიის ცენტრალური ხელისუფლების ძალები. თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ეს ხიდი ზუსტად გახდება შესაძლებლობა, რომ გაცილებით მეტი რაოდენობით ჯარის კონცენტრაცია მოხდეს და აი ამ დერერზორის ნაწილიდან, რომელსაც ჩვენ აქ ხედავთ, ორი ძირითადი მიმართულებით, ანუ გაფართოვდეს ეს ზონა რაქამდე, სადაც რაქაშიც აჯანყება გველოდება პრაქტიკულად, იმიტომ რომ არაბების ქალაქი არის რაქა ზოგადად და ისედაც უკმაყოფილო იყვნენ, რომ ქურთები დარჩნენ ხელისუფლებაში სირიის ცენტრალური ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ასადიდან შარაას მიმართულებით
თუმცა მეორე მიმართულება ასევე იქნება დერეზორის ნაწილიდან აქ პრინციპში მთლიანი კონტროლი ისედაც არის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთის მიმართულებით, ესე იგი მოძრაობა ალ-ჰასაკას მიმართულებით. ძირითადად ქურთები ცხოვრობენ ალ-ჰასაკაში და შემდეგ ქამიშლიში. და შესაბამისად პრობლემური რჩება ის, რომ შეიძლება ძირითადი ბრძოლა გაიმართოს სწორედ ალ-ჰასაკას მიმართულებით და დიდი ალბათობით რაქას პრაქტიკულად რაკა განწირული გახდება გარკვეულწილად ახლა, როდესაც მარცხენა სანაპიროზე გადავიდნენ და ათ ტავრას მიმართულებითაც უფრო თამამადი მოქმედებენ, იმიტომ რომ ამ მომენტში ქურთული ძალები გარკვეული, სავარაუდოდ გარკვეული ქაოსი არის ქურთულ ძალებში, ანუ სრულად ვერ აკონტროლებენ ახლა ვითარებას, რადგანაც რამდენიმე ესეთი კუნძული არის აი აქ შემოჭრის და ყველგან რაღაც სხვადასხვა ვითარება იქნება და მოქმედება საკმაოდ რთულია. ამ მომენტიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი პროგნოზი მეტწილად რეალობად იქცა. ერთი საკითხი, რომელზეც მე არ მქონდა პროგნოზი გაკეთებული ზოგადად, რამდენად შესაძლებელია, რომ სადმე ესეთი გადასვლა მოახერხონ, ჩემი ალბათო ვარაუდი უკავშირდებოდა იმას, რომ ქურთები მოასწრებენ ყველა ხიდის აფეთქებას. ერთი ხიდის აფეთქება ვერ მოასწრეს, მაშასადამე ჩემი ვარაუდი აღარ არის აქტუალური. და დღევანდელი სცენარი მიდის იმ კუთხით, რომ ბრძოლები უკვე მარცხენა სანაპიროებზეც გრძელდება და რეალურად ამ მომენტისთვის არანაირი შეჩერება ბრძოლების და საომარი მოქმედებების არ ჩანს, არ იგეგმება და ეს არის საკმაოდ ბუნებრივი ახლა სირიის ძალები ნამდვილად აქ ახლა ცეცხლის შეწყვეტას არ განახორციელებენ ეჭვი მაქვს და ამას არ ვფიქრობ, რომ ახლა სურდეთ ეს მიუხედავად ყველა ძალისხმევისა. რა თქმა უნდა, აქ შეერთებული შტატების ისევ პოზიცია არის მნიშვნელოვანი, რას გააკეთებს, რას განაცხადებს, რა ტიპის შეიძლება შეთანხმება იყოს. დაველოდოთ, საფრანგეთიც აქტიურობდა და ევროპული ქვეყნებიც რომ ითხოვდნენ ამის პოლიტიკურ გადაწყვეტას და არა სამხედრო, იმიტომ რომ რაც უფრო გაღრმავდება ახლა ეს შეიარაღებული კონფლიქტი, პრინციპში მეტი და მეტი მსხვერპლი იქნება, მით უმეტეს თუ ალ-ჰასაკას მიმართულებით, რაქას მიმართულებით, რაქა ძალიან დიდი ქალაქია, აი განახებთ ახლავე, რომელსაც აკონტროლებენ, აგერ რაქა, საკმაოდ დიდი ქალაქია, თუ ნახავთ ხო დაახლოებით 7 კილომეტრი და ასეც დაახლოებით 5 კილომეტრი, ანუ საკმაოდ დიდი ქალაქია ამ მასშტაბებში და ამ კუთხით, ანუ სირიის მასშტაბში თუ ვუყურებთ, რა თქმა უნდა, ჰასაკა ნაკლები ცოტა უფრო პატარა არის რეალურად ჩემი შეფასებით, ვიზუალური და მონაცემებითაც 5 კილომეტრი ასე და 600, ხო, მაგრამ ცოტა სიმჭიდროვე სხვა არის რეალურად და როგორც ვიცი, ჰასაკაში გაცილებით ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ჰუმანიტარული კრიზისი იქნება, როდესაც ბრძოლები თუ დაიწყება თავად რაქაში, ჰასაკაში თუ დაიწყება, ან მერე უკვე ქამიშლიში, რომელსაც ხედავთ, აი აქ არის ქამიშლი, რომელიც თურქეთის საზღვარზე არის. ანუ შესაბამისად ეს ყველაფერი საკმაოდ სერიოზული საკითხებია მომავლის ვითარება იცვლება ძალიან სწრაფად. მე შევეცდები იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ახლა აქტუალური თემა, მნიშვნელოვანი თემა, ერთ-ერთი თემა, რომელზეც პრაქტიკულად ქართულ სივრცეში საუბარი არ არის, თუმცა ახლა ხდება და მე ზოგადად ვცდილობ ყურადღება გავამახვილო იმ საკითხებზე, რაც აქტუალურია, ანუ ახლა რაც ხდება პირობითად. და ამიტომ, რადგანაც ეს ახლა ხდება, ეხლა ჩვენი კონცენტრაცია გვაქვს და თვალყურს ვადევნებ მე პირადად ამ განვითარებას. როცა იქნება სხვა რომელიმე აქტუალური საკითხი, ძირითადად იქეთ გადავინაცვლებთ და ასე შემდეგ. თუმცა ასევე გვექნება თემები, რომელიც ცხელი არ არის პირდაპირ გაგებით, ანუ დღეს არაფერი გადამწყვეტი იქ არ ხდება, თუმცა არის ზოგადი მიმოხილვა და აი ამ ორ მიმართულებას შორის, ანუ ცხელი და ცივი თემები, ასე ვთქვათ, დავაბალანსებთ ჩვენს ანალიზს. იმედია, რომ თქვენთვის საინტერესო იყო ეს მიმოხილვა და შევხვდებით შემდეგი ანალიზის დროს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.